ჩვენი სტუმარია ცოტნე კობერიძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი. ცოტნეს მივესალმები, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. რაღაცნაირი თარიღად იყო მიჩნეული 20 იანვარი. მესმის რომ ერთ დღეში არაფერი წყდება და არც მთავრდება და სხვათა შორის ტრამპს ეკითხებოდნენ გუშინ რომ ერთ დღეში აპირებო რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას და ჯერ ნახევარი დღე გავიდა და მეორე ნახევარი წინ მაქვს მაცალე თუ რაღაც ასე არ მინდა დავსვათ საკითხი რომ ერთი დღით წყდება ყველაფერი, მაგრამ რაღაც 20 იანვარი იყო თარიღი რომელზეც აპელირებდა ხელისუფლება, მათ შორის რომ 20 იანვრამდე ვერ მივიდოდა პროტესტი და 20 იანვრის შემდეგ რაღაცეები დალაგდებოდა. რა მოცემულობა გვაქვს დღეს უკვე 21 იანვარია, როგორ უყურებთ თქვენ ამ პროცესს, როცა პროტესტი გრძელდება და ხელისუფლების მხრიდან შეიძლება აღიარებენ, იმჩნევენ, მაგრამ ამის გარეგნული ნიშნები ნაკლებია. ხო, ნუ ცოტა კომიკურ სიტუაციაში ვიყავით მთელი ქვეყანა, რომ ერთ კონკრეტულ თარიღს ველოდებოდით, როგორც პოზიცია ისე ოპოზიცია და ყველა ჩვენს ტვინში რაღაც ეს 20 იყო და ცხადი ერთ-ორ დღეს შაქარავით არაფერს ესე ვკაფეთ არ იზავს, მაგრამ ნუ მართლა ერთი დღე გავიდა და ტრამპმა რაღაცები მართლა გააკეთა. ანუ რაღაც სწრაფად აპირებს რაღაცების გაკეთებას. ეგ ფაქტორი კარგი არის. ხა იმის იქით გუშინდელ დღეს რა მოვისმინეთ, რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს, მე რაღაცა გაგიჟებით ოპტიმისტი ადამიანი არ ვარ ხოლმე. და იყო დაახლოებით ისეთი ტიპის საუბრები, რასთან მიმართებაშიც იგრძნობა, რომ ტრამპი ცხადად იზოლაციონისტი პოლიტიკოსია და ამ კუთხით უფრო მეტად რაღაცა მემარჯვენე კუთხით აპირებს, საკუთარი საპრეზიდენტო ვადი დაგვამახსოვროს თავი და ძირითადად უფრო ამერიკის ტიპის პრობლემებზე ისაუბრა, ამერიკული ყაიდის კონტინენტის მაინც კონტინენტზე იყოს ის შემოფარგლული. დადებითი რაც არის ის, რომ აშკარად ანაღლებს, რომ ამერიკა შეიძლება ვეღარ იყოს სოფლიოში ისე კაფეო ლიდერი სახელმწიფო და ეს რომ ადარდებს კარგია და ჩვენ ყველას გვაწყობს, ყველა დასავლური ყაიდის ადამიანს, რომ ამერიკა იყოს ძლიერი სახელმწიფო. ამის იქით ყველაფერი გვეცოდინება ჩემი აზრით მას შემდეგ, რაც ტრამპი შეხვდება ზელენსკის და ამ პაკეტში ჩვენ გვექნება წარმოდგენა ჩვენთან მიმართებაში ტრამპის მოდი ასე ვთქვათ. უბრალოდ პუტინამდე ზელენსკის მინდა შეხვდეს და ზელენსკის სურვილიც ეს იყო, რომ მისი წარმოდგენა უთხრას და ამის შემდეგ მოხდეს პუტინთან შეხვედრა. ჩვენთან მიმართებაში მე მაინც რო არ მოვიტყო, წარმოდგენა მაქვს, რომ მის ადმინისტრაციაში იქნებიან სხვა ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად იქნებიან კონცენტრირებული საქართველოზე. შეიძლება ტრამპი არ იყოს უშუალოდ ის ადამიანი, რომელიც რომ მიღვიძეს პირველი საქართველოს კითხულობდეს, მაგრამ იქ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველო არის ცხადად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ისინი გადაწყვეტენ ჩვენთან მიმართებაში ბევრ რამეს და ტრამპი პანეს კი ბატონო, თავად ის ფაქტი სხვათა შორის, რომ აქამდე მისი ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურების მხრიდან არაფერი ყოფილა ისეთი გარკვევით ნათქვამი საქართველოსთან მიმართებაში. აქ რა თქმა უნდა არ იგულისხმება კონგრესმენების განცხადება, მე ვსაუბრობ უშუალოდ აღმასრულებლების, მათ შორის როცა რუბიოს მოსმენა იყო სენატში, იქ არიან ეს თქვა სენატორები, რომლებიც მუშაობენ აქტიურად საქართველოზე, მაგრამ არ იყო შეკითხვა საქართველოზე დასმული. როგორც ჩანს, ამ ადმინისტრაციისთვისაც არ არის საბოლოო ჩამოყალიბებული, ასე თქვა საქართველოს кейსი, როგორი იქნება, რა ხედვა უნდა ჰქონდეთ. ამ შთაბეჭდილებას გიტოვებს თუ არა ეს პროცესი? ზოგადი შთაბეჭდილება ყოველთვის მაქვს ხოლმე, რომ ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია, მე როგორც უყურებ სამყაროს, მე უყურებ მაინც საქართველოს ცენტრიდან. ჩემგან ყველაფერი ამ პერსპექტივით ჩანს, მზე რო ამოდის, ჩემთვის ამოდის, ხო ხდება, თან საქართველოს პერსპექტივაში. მეც გონია, რომ რაღაც პლანეტის ცენტრი არის ხოლმე, რომ უფრო რაღაცნაირად ნაკლოვანებებს განვიცით ხოლმე, რაღაცა არ მოხდეს, უფრო მეტი ჩართულობა გვჭირდება ხოლმე საქართველოს მიმართებაში და ეგეც ფაქტია და რაღაცა ფაქტის შეგუებაც მოგვიწევს, რომ ჩვენზე მზედამთვარე არავის ამოდის და ამიტომ ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნის და ყველაზე მეტად ჩვენ უნდა ვიყოთ ამის მოდარდებელი და საქმის გამკეთებელი. რაც მინდა დაგვანახოს ასეთმა დღეებმა და თარიღების ლოდინმა ჩემთვის არის ის, რომ ყოველთვის ვიცოდეთ, რომ ჩვენ აქ პროცესი თუ არ ქონდა, ჩვენ თუ ყოველდღე აქტიური არ ვიყავით, ის არაფერს აზრი არ აქვს. ისე ვერავინ გარედან ვერ გიშვებთ. ხა რისი თქმა მითხრა, ხშირად აი ხოს უსაუბრობთ ხელახალ არჩევნებს. მოდი დადგა ისეთ მომენტი, რომ დღეს აი ხვალ გამოდის ბიძინა ივანიშვილი და ნიშნავს აგერ გაზაფხულზე ახალ არჩევნებს. ეს არის თუ არა ის, რაც გვინდოდა. ჩვენ ხო იდეაში უბრალოდ არჩევნების ხელახლა ჩატარება ხო არ გვინდა, ხელახალი კენჭისყრა ხო არ გვინდა. ჩვენ ხო რაღაც სხვა გვინდა, შინაარსით გვინდა, სხვა სადაც სახელმწიფოს არ აქვს ის ბერკეტები, რა ბერკეტებიც ეხლა ამ წამს აქვს. რომ ამას რო ბერკეტები აქვს ხა ბიძინას, რომ მისმა პოლიციელებმა შენ გირტყას, მისმა ხელისბიჭებმა შენ გირტყას გზდიოთ. ხა ის არჩევნების გამყაბებელიც ხო იქნება, ცხადია. ხა ის ადამიანი ხო არჩევნებზეც მოვა და ხელისუფლების ხელისბიჭად იქნება გადაქცეული. ჩვენი მთავარი მონაპოვარი ხო ის უნდა იყოს, რომ არჩევნებამდე უნდა დაამარცხო ქართული ოცნება. ცხადად დამარცხებული არჩევნები არის მთავარი მოთხოვნა და არჩევნებამდე როგორ მარცხდება. ამიტომ ჩემი აზრი არის ეს, ხო
არჩევნები გჭირდება იმისთვის ახალი არჩევნები, რომ გავიფორმოთ მოგება და იქამდე ცხადი იყოს. არჩევნებამდე მოგება როგორ გამოიხატება? როცა ხელისუფლება არის იმგვარად ჩამოშლილი, რომ შიდა დაპირისპირება ძალიან დიდი ადამიანები ტოვებენ ხელისუფლებას, რომ განცდა არის ხალხში გძნობ, რომ ამ ხალხს კენჭისყრა მხოლოდ იმიტომ ჭირდება, რომ აქ არათუ რა მიაირჩიოს, არამედ უკვე გააფორმოს ქართული ოცნების მარცხი. აქ ამ შემთხვევაში ხვალ რომ არჩევნები ჩანიშნოს ივანიშვილმა ეს თქვათ არ გაწყობთ, არ შედის ინტერესებში საზოგადოების თქვენი თუ მაშინ აი როგორ გავიგო? საზოგადოების სახელით არ ვიცი მე ვისაუბრებ, მე ვისაუბრებ მაინც ეხლა ცოტნეს. კი ბატონო, შენი სახელით ისაუბრებ. პერსპექტივით, დღეს რომ გამოვიდეს ბიზნესი. ან შენი პარტიისაც არ საუბრობ? ანუ კონკრეტულად ამ პოზიციაში, რომ ჩემთვის რადიკალურად მნიშვნელოვანი არის, რომ არჩევნებამდე კაფეოდ იყოს ბიძინა ივანიშვილი დამარცხებული. არ ვიცი ახლა ალბათ ამ პოზიციაზე იქნებიან ჩვენს პარტიაში სხვაებიც. უბრალოდ ახლა ამას საჯაროდ ამის თქმა მინდა რომ კაფეოდ არ გაგვიბლაროს რა გსურს. რომ ჩვენ ყველა დღე გსურს რომ ხელისუფლება ყავდეს ძალიან დიდ და მაღალ წნეხში, რომ მან ვერ მოახერხოს ორჩენი დაშინება, ვერც უსის გამოყენება და ყველაფერი იმას რასაც აკეთებს. ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება ოქტომბერი გავამეოროთ. ოქტომბერი ხوار მოგვენატრა, არჩევნებზე ფულის ხარჯვა ხوار მოგვენატრა, კამპანიებში სიარული ხوار მოგვენატრა, უბრალოდ ეს ხوار გვინდა. არჩევნები ხო იმიტომ გვინდა, რომ გავაფორმოთ მოგება და იქამდე ჩვენ გვჭირდება რომ ვიყოთ გაცილებით უფრო მეტად აქტიური. შეიძლება დადგეს ისეთი ახლა არჩევნების ჩანიშვნა აზრი არ აქვს, ეს არ არის, ეს არ უნდა იყოს. მე რო კაცმა კითხოს ყოველდღე რომ ისეთი ტიპის მოწყობა ქონდეს, ნეტა რომ პლებიცისტივით თანამედროვე ტექნოლოგია გვეხმარებოდეს და გადაწყვეტილებებს ყოველდღე ვიღებდეთ და 4 წელიწადი ვიღაც პოლიტიკოსებს არ ვანდობდეთ ზოგადად ყველაფრის მართვას, მაგრამ ამას რომ თავი გავანებოთ, არ უნდა გვეგონოს რომ ხვალო ბიძინა გამოვიდეს არჩევნები, თქვას რომ მოდი არჩევნებს ატარებთ. ეს გამარჯვება არ გამარჯვება და აპრიორისო. მე კიდევ ერთხელ უნდა დაარწმუნო ამ მურჩეული რომ აი ეს ზუსტად ის არჩევნებია, როცა გარანტირებულად მოვიგებთ. და მე ხა ამ არ დავინებს კიდევ ერთხელ უთხრათ. ეს თქვენი რიტორიკის პრობლემაა. გაყავდა ხო მე ეს ხადი ექნება პრობლემა. ხალხმა რა დააშავა იმისთვის, რომელიც ქუჩაშია ითხოვს ცემას და ასე ვთქვათ ჯარიმებს, სასამართლოებს, რას არის იტანს, ვთქვათ ის რომ თქვენ შეიძლება რიტორიკაში კიდევ იგივე პრობლემები გქონდეთ, მაგალითად, როცა ყველა არჩევნების წინ ამბობთ, რომ აუცილებლად ეს არის გამარჯვების არჩევნები და რომ სალომე ზურაბიშვილსაც მოუვიდა ეს წინა საღამოს პრესკონფერენციაზე შეკითხვას არასმევინებდა ჟურნალისტებს, რომ არანაირი თუ არ არის, იმიტომ რომ ხვალ ვიმარჯვებთ და ასე შემდეგ. კი ბატონო, არ მინდა რომ როდესმე მომიწევს კიდე ეგეთი ტიპის საუბრები და ეგეთი ტიპის პოლიტიკოსად ჩამოყალიბდე, რომელიც მუდამ გეუბნება, აი ხვალ არის გადაწყვეტი, ხვალ უეჭოლად მე გეუბნები კაცო, მოდი, როგორ უნდა გაგვიყალბო, ამის შანსი არ არსებობს და მე თქმა მიწევდეს, რომ უიკი გაყავდა. აქედან გამომდინარე, მან თავარი პრობლემაა, რომ 8 საათზე იზეიმო და 1 საათში ამტკიცო, რომ სრულიად შეცვლილი იყო ქართველი ხალხის ნება. აი ეს ვთქვათ, არათანმიმდევრულობა თუ არ ვიცი ხა რა თანმიმდევრულობა უნდა დაგეცოთ პრინციპში მან როცა შედეგი გამოცხადდა შემდეგ, მაგრამ აი ესეთი სწრაფი გრადაციებიც ალბათ საზოგადოებას რაღაც ტიპის ნაწილს მაინც შეკითხვებს უჩენდა. კი ბატონო, ცუდია, მე ვამბობ, რომ არასდროს არ მინდა გავსი ტიპის სიტუაციაში ვიყო. არასდროს. არ ვიცი, როგორ გითხრათ. ცხენია რომ მომიწია თქვა და ეგეთი რამე რომ ჯერ გახარებულს მიყურებდა ხალხი და მე მოწყენილს და სერიოზულად ბოლომდე არ მივდექით საქმეს და ეგ არ ქონდა კარგად გათავისებული რომ რა ტიპის არჩევნებში გავდივართ. ცხენია ამის და ამის გამო ვიხდი ბოდიში. ამიტომ თუ რა ახალ არჩევნებზე როცა გავალთ, იქ ჩემი დასარწმუნებელი კი არ უნდა ჭირდეს ვინმე ადამიანს. ადამიანი უნდა გრძნობდეს რომ სიტუაცია რეალურად არის გადატეხი, რომ ხელისუფლებას რეალურად მართლა არ აქვს არანაირი ტიპის ბერკეტი, რომ არჩევნებზე ზეწოლა მოახდინოს. კარგი, რა უნდა გადატეხოს? აი რა ნიშნები არის იმის რომ ჩვენ მივხვდეთ რომ სიტუაცია არის რეალურად გადატეხი. იყო უფრო მკაფიო ჩემთვის დაახლოებით თვენახევრის 2 თვის წინ, როცა თქვენს პირდაპირ ეთერში აგერ ყოფილი მაღალჩინოსანი საუბრობდა ისეთ ციგიჟებს, რომელსაც იშვიათად საუბრობენ ხოლმე ხელისუფლებიდან წასულები. ქართული ოცნებიდან გამოყოფა რომ უნდა იყოს ბედნიერება და გიხაროდეს და მე ყვებოდე ყველაფერს ვქვავდე. ისეთი გარემო რო იყოს შიგნით, ეს იყო იმ დიდი წნეხის შედეგი, რაც წნეხით ხდებოდა. აი მელაძესთან რო საუბრობდა ყოფილი პოლიცია. კი ბატონო. ამ ტიპის ამბები ხდება რღვევის ნიშანი. და ეს რღვევის ნიშანი მოყვა იმ ძალიან დიდ აქტიურობას ქუჩაში, რომელიც იყო მაშინ და ყველა დღე იყო სულ უფრო მაღალი ექშენი და მაღალი ტემპერატურა. მაღალი ტემპერატურის გარეშე ჩემი აზრით რთულდება, რომ შენ არჩევნებამდე დაამარცხო ხელისუფლება. თორე ისე შეიძლება მიიღო ხელახალი არჩევნები, ოღონ თუ ბიძინა მოქცევს ეგრე არჩევნებს და ისე იყო როგორც დღეს არის, მოქცევს იმ შემთხვევაში თუ გარანტია ექნება, რომ ის კიდე მოიგებს. ამიტომ შენ იმგვარი ტიპის არჩევნები უნდა მიიღო
მიიღო, რომელიც კაფეო იქნება, რომ უკვე შენ მოიგე და ამ მოგების გასაფორმებლად გჭირდება. ამას გჭირდება შიგი დიდი რღვევები და აქეთ გაცილებით უფრო დიდი ძალა და გარდა ამისა ეს ნიშნავს, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, პროტესტი უნდა გაფართოვდეს, თუ არ სჭირდება ეს დილემა არ უდგას. კი, ჩემი აზრით, პროტესტი უნდა გაფართოვდეს. პროტესტი უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩართული და პროტესტი კიდევ უფრო მეტად უნდა მივაწოდოთ ის, რაც ჩემი სუდად იქნა მიწოდებული თვეების წინ კონკრეტულად რა ფორმით ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რა პროცედურით უნდა ჩატარდეს და როგორ წარმოგიდგენთ. ხომ გქონდათ რაღაც ტიპის კომუნიკაცია ზურაბიშვილთან, პოლიტიკურ პარტიებს, რომლითაც რაღაცნაირი ფორმულა დაიწერა თითქოს რა არის ახალი არჩევნებისთვის, ახალ არჩევნებს რა პირობებში ეთანხმებით? თუ ეს რა შეგიძლიათ ამაზე თქვა? არ ჩვენ ყველანი დავდივართ აქციებს და მე არ მგონია რომ პენეტრირებული იყოს იქ კაფეო აზრი, კაფეო რაღაც ხედვა კონკრეტულად ეხლა ფიცინა ივანიშვილმა როგორ უნდა ჩაგუტაროს ესეთი ტიპის არჩევნები, რომლებიც ჩვენ მოგწონს და ვამბობთ რომ კი ამის გამო დგავართ. მე ეგეთი ტიპის კაფეო დალაგებული მესეჯები. ხო, მაგრამ პარტიები ხომ შეხვდით სალომე ზურაბიშვილს, ვიდრე ის შეერთებულ შტატებში წავიდა და პარტიების წარმომადგენლები, სადაც იყო როგორ ვატარებ და იქ ითქვა მათ შორის რომ ახალი ადმინისტრაცია ერთ-ერთ კაფეო მოთხოვნად იყო დასახელებული, არა? კი ბატონო, უბრალოდ მე ვამბობ, რომ კაფეოთ არ არის ის კაფეობა, რაც მე ადამიანს, რომელიც ქუჩაში ვდგავარ, მომცეს იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ მომენტში ჩემს გვერდზე დგობს კაფეოთ გავუზიარო, დაახლოებით ახლა რას ვაკეთებთ, რა მოთხოვნა გვაქვს და ამას შენ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, თან პროტესტის მონაწილე, როცა ქუჩაში იკრიბებით საღამოები და გეკითხებიან, ასეთი კაფეობა არ არსებობს, რომ მათ გაუზიარო, რომ აი ჩვენ ვითხოვთ და ასეთ არჩევნებს ვითხოვთ. ანუ თუ არ ვწები იქ საუბარი იყო ასევე ელექტრონული იყოს თუ ჩვეულებრივი სისტემით. ანუ ეს ამაზე არის კაფეობა თქვენ შიგნით? ჩემთვის ეგ არის უფრო მეორე ხარისხოვანი, მე უფრო მაინტერესებს როგორ მივდივარ და ვინ უნდა ატარებდეს მაგ არჩევნებს კონკრეტულად ხელისუფალი მაგ დროს რა სამართლებრივ სუბიექტად ძევს. ყავს არსებული პრეზიდენტი და არსებული პარლამენტი, რომელიც მოქმედებს რომ ანუ დროებით მთავრობა უნდა შეიქმნას ახალი არჩევნების ჩასატარებლად. ეგ მათ ჭირდება ხომ კაფეო წარმოდგენა, იმიტომ რომ ამას არსებული რომელიც არალეგიტიმურია, რომელი ორგანო იქნება, რომელიც მე იმ არჩევნებს ისე გააფორმოს, რომ ბიძინა თამაში. ანუ ფიქრობ რომ ივანიშვილი ქართული ოცნება გავა ხელისუფლებიდან და ისე ჩაატარებს არჩევნებს, ანუ ამის მოლოდინი ან ჩემი მოლოდინი არის რომ არჩევნები რომელსაც მოვიგებთ არის იმგვარი ტიპის არჩევნები როგორც ავი შევარაძემ თქვა რომ მივდივარ სახლში აბა ხა როგორც გინდათ ანუ ივანიშვილი ჯერ უნდა თქვას რომ სახლში მივდივარ და მე ჩაატარებს არჩევნები კაფეო თუ აიგზავნოდეს რომ ბიძინა ივანიშვილი მიდის სახლში მას სხვა შანსი არ აქვს აქ უბრალოდ შეუძლებელი არჩევნებით თუ არჩევნებამდე აი არჩევნებამდე როგორ არჩევნებს იყოს იმის გაფორმება რომ ბიძინა მიდის ანუ არჩევნებს უბრალოდ მაგას ვამბობ რომ არც შემდეგი ხელისუფლება რა კონფიგურაციით იქნება ხელისუფლება იმგვარად უნდა იყოს დასუსტებული თუ სხვა მხრივ ის კონკრეტული ბერკეტები რაც ხელისუფალად ყოფ პარტიას გააჩნია და თავარი პრობლემა აქ ის არის საქართველოში რომ პარტია არის სახელისუფლებო პარტია ანუ პარტია იყენებს სახელისუფლებო რესურსებს თავისთვის ანუ ის პარტია თუ იყო რაღაცა ფორმით მაინც ხელისუფალი როგორ შეიძლება შეუშალო გამოიყენოს ეს რესურსები, როცა ეს მოცემულობა იყო საქართველოში ყოველთვის. დაგზდევს ხო ამის ფონზე შენ გჭირდება ის ისე დაჯერებას არ ვარ ზოგადად ადმინისტრაციული რესურსზე წვდომის ფუფუნება ქონდა ეს სახელისუფლებო ფუფუნება ამ ტიპის ქვეყნებში. ეგ ერთი ნაწილი და მაშინ მეორე ნაწილი ემატება რომ მაშინ იმდენად ძლიერი უნდა იყო და იმდენად მეტი მხარდაჭერა გქონდეს რომ მისი ეს ფორა რასაც ადმინისტრაციული რესურსი ყოფნის არ ეყოს. ესეთი ძლიერები უნდა იყო და მაშინ ამას ჭირდება საერთოდ გადააზრება, მათ შორის ამ ბოლო არჩევნების. თუ ჩვენ ისე ვივლით, რომ ეს ბოლო არჩევნები გადაიაზრეთ, ცოტნე. ბოლომდე მოუგეთ. მე გადაიაზრეთ. ჩემი აზრით არა, პოლიტიკურ სპექტრში ეს გადააზრება არ არის. ჩემი აზრით ჩვენ აი პროტესტშია, ეხლა ახალი არჩევნების მოთხოვნაშია, შეიძლება თქვას ოპოზიციამ, რომ რა ვქნათ, კაცო, გადააზრების დრო არ გვაქვს. ან ოპოზიცია ამბობს ცოტნე უფრო მეტი, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და თუ გავიმარჯვეთ, რა გვაქვს ბატონო გადასააზრებელი? აი საათ ხარ თქვენ აქ. ხო არ ვეთანხმები მე ამ პოზიციას. ბევრი ხმა უნდა გქონდეს. ჯერ ერთ-ერთი არ არსებობს ხმები, რომელთაც კმაყოფილი იქნება და რატომ არ შეიძლება რომ უფრო მეტი და მეძე ვიფიქრო მე არ მესმის. მე მინდა ყველა ადამიანს, მე ხო ატომ მინდა. ანუ არ გაგიმარჯვიათ. ფიქრობ რომ არ ადამიანი, რომელსაც უნდა ენდო, ხო მეტყვი. გაიმარჯვეთ თუ არ გაგიმარჯვიათ? ჩემი აზრით, ჩვენ რომ მიგვიყო გაცილებით უფრო კიდე მეტი მაღალი ხმები, გაყალბების ის მასშტაბი, რაც ქართულ მოცემამ გამოიყენა, მეხოთ ისა არ ეყოფოდა. უბრალოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცუდი არჩევნები არის, ცუდი არჩევნები, ეს ჩატარდეს ხელა ახლა მორჩა და გათავდა. მაგრამ ჩვენ თუ
არ გავზირდა ძალიან ბევრი არ ვიყავით, მაშინ იმის გარანტია გქონდეს, რომ ქართული ოცნება არ გამოიყენებს ამ სახელმწიფო რესურსს, ეგეთი ტიპის გარანტიებს მაშინ სხვანაირი ტიპის ბრძოლა და მოპოვება ჭირდებათ და ძალიან რთულია. მაგრამ მე იმითაც ვიქნებოდი კმაყოფილი, რომ აქეთ ხარეს ისე გავზიოთ, რომ იმდენი ხმა გქონდეს, რომ გაყალბების იმ სქემება, რასაც ხელისუფლება იყენებს წლების განმავლობაში, მათ შორის იყენებდა, რავი, სალომე ზურაბიშვილი როგორც თვითონ აირჩიეს, მათ შორის იყენებდა, რავი, გიორგი გახარია, როგორც თვითონ პრემიერი გახდა, ეს თვითონ ამ ხალხმა ყველაზე კარგად იციან. და შესაძლოა ყველაზე კარგად რო იციან, ამაზე მეტი საუბარიც იყო პოსტსაარჩევნო პერიოდში, დრო ამაზე სასაუბრობ, მაგრამ სამწუხაროა ხომ ესეთ რაღაცებზე არ საუბრობ, მაგრამ მე რავი, ჩემი გადაწყვეტაა, რომ რავი, ახალ წელს ჩემთვის ეს შეუთხი, რომ მოდი 20-25-ში ენას არაფერზე არ მოუჩლიკავთ ხოლმე. ჩემთვის პრობლემა არის თუ არა ის, რომ მეტი ხმა გვჭირდება ოპოზიციას, კი, პრობლემა არის ის, რომ ეს არჩევნები საერთოდ არც ერთ კონფიგურაციას არ შეეხო, გადააზრება არ მოხდა, კი, ჩემი აზრით ეს არის სერიოზული პრობლემა. პრობლემა არის თუ არა, რომ ეხლა მაგალითად სალომე ზურაბიშვილის აქ მოწოდება რო იყო, ახალი პარტია გააკეთეთო. ეგ რას ნიშნავს ვერ მივხვდი რომ თქვა ერთი დიდი რაღაც ქოლგის ქვეშ გაგრძელდება ეს პროცესი თუ რაღაც ახალი პარტიის უნდა ველოდოთ რომელსაც ცალკეულად სალომე ზურაბიშვილი დაასაფორთებს ჩემთვის ბუნდოვანი იყო ამიტომ პოსტსაარჩევნო სიტუაციაში ყველაზე მეტად ზურაბიშვილს თქვენი პარტიის წარმომადგენლები რაღაც ტიპის საკომუნიკაციო ფორმატები ხომ გაქვთ არა? კი ბატონო და მე ავიწყე ამაზე პასუხი მე ვერ გავიგებ მაგალითად რას ნიშნავს ზუგდიდ შემიმართვა ახალი პარტია გააკეთეთო მე ანუ არ გააკეთო კონკურენტად აღიქვა? არა, ამ პროცესში არის უცნაური, როცა სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არის ერთ-ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და არის როგორც გამაერთიანებელი ლიდერი ამის ფონზე და თქვა სტატუს კო უნდა შენარჩუნდეს წინასაარჩევნო პერიოდის მარჩვენის პარლამენტის დონეზე, არც უშავს სტატუს კო უნდა შენარჩუნდეს, თქვა პარტიების მიხედვით როგორც არის და საკუთარი როლის ცოტა ვერ მithოს, სხვანაირად უყურებს, რაც ცალკე პარტიას ელოდება, რომლის ლიდერიც იქნება თუ რა იქნება, ეს იყო ჩემთვის უცნაური და ბუნდოვანი ცხადია. აქედან გამომდინარე, მოკლედ, ჯამში იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე მაგრა და ყველაზე კარგად ვინც იქცეოდა, იყვნენ ადამიანები და მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან არ მოეწონათ ის, რაც მოხდა ქვეყანაში, გამოვიდნენ და თქვეს, რომ ეს პასუხისგებლობა თავის თავზე აიღეს და ბოლომდე ჩაერთვენ ამ ამბავში და არიან ქუჩაში. ამის ფონზე ძალიან დიდი დრო რჩება ხოლმე მე პოლიტიკურ სპექტრს, როცა მთელი დღის ექშენი, მთელი მედია ყველა გადართულია იქ, რაც მე ქუჩაში ხდება და აქ მე უნდა შევდეს უფრო მეტი დრო რაღაცების გადაასაზრებლად, რაღაცების სხვანაირად და ახლიდან გასაკეთებლად. მე მგონია თორე რომ რაღაცები ახლიდან დაახლოებურად მოხდება, ჯერ მე ამის ნიშნებს ოპოზიციაში ვერ დავინახე. აი ძალიან კარგი ის იყო რომ მაგალითად Facebook-ში შეხვდა ეგეთი პოსტი, რომ აი ტომი ჯერში რო არის, როცა ტომის მაგალითად მიწა გამოეცლება ფეხიდან და სანამ ძირს დაიხედება ჯერ კიდევ ჰაერშია და ამას სანამ არ გადაიაზრებს, ისე ინარჩუნებს სტატუს კოს. თითქოს აი ამ მდგომარეობაში დავჭრჩო, რახან ჯერ ქუჩაში უდნაროს პროტესტი და ხალხმა თავის თავზე პასუხისგებლობა აიღო, რაღაცა პოლიტიკური სპექტრი გავშეშდით იმ მომენტში, რა მომენტშიც არჩევნები იყო და იმის მერე რაღაცნაირი სიახლე და ახლებურობა აქეთ მე აღარ შემიჩნევია, რაც მე მგონია, რომ არ დაგვეხმარება გამარჯვებაში. ეს თუ არ მოხდა ამის გარშემო. მაინც მინდა გითხოთ, თუ ახალი არჩევნები იქნა, მესმის რა ფაქტორებს ლაპარაკობთ თქვენ ძალიან კარგად, მაგრამ თუ დაინიშნა ახალი არჩევნები, რაღაცა მოცემულობა შეიქმნა, ამ დროს თქვენ პოლიტიკურად რა ფორმატით უნდა იყოთ? აი ზურაბიშვილზე როცა საუბრობთ, იქნება კარგი რომ ზურაბიშვილი და რაღაც რამდენიმე პარტიის ალიანსი იყოს, თუ მართლაც ის პარტიები უკვე ძველი ფორმატები, რომელიც 26 ოქტომბრისთვის იყო არჩევნებში, გავიდნენ ისე როგორც 26 ოქტომბრისთვის და ეს ზურაბიშვილმა გააკეთოს ახალი პოლიტიკური ძალა, მათ შორის იმ ადამიანებზე მე მგონია რომ როცა ის ამბობს რომ ახალი პოლიტიკური ძალების დროა, მათ შორის გულისხმობს აი პროტესტში ჩართულ ან იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროტესტმა გამოაჩინა და აღმოაჩინა. ნუ რამოდენიმე ცვლადი ერთი სალომე ზურაბიშვილმა ჩემი აზრით არ უნდა დაკარგოს გამაერთიანებელი ლიდერის ფუნქცია და ამ შემთხვევაში ხელისშემშლელი იქნება თუ რაიმე ცალკე მოძრაობა იქნება, რომლის ან ავანგარდში ან ცალკეულ გულშემატკივრად ის გამოიკვეთება, ეს ხელს შეუშლის მე პარტიებს შორის ურთიერთობას და მას შორის მასთან ურთიერთობას. ამიტომ ეს ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მოხდეს. სხვა კუთხით ისედაც იყო ხო იმ არჩევნების წინათ საუბრები, თქვა ორი პარტიის კიდე გაერთიანებაზე, სალომე ზურაბიშვილთან იყო რამოდენიმე შეხვედრები. მე მაინც გონია, რომ რაღაც ისე იგივე არ უნდა გავაკეთოთ. რაღაც სხვა უნდა იყოს. ეს რაღაც სხვა რა უნდა იყოს, ახლა ესე კაფეო და არ მაქვს, მაგრამ იგივენაირად ქცევები ხოლმე დიდად არ მიზიდავს, როცა რაღაცნაირად ის შედეგი არ მივიღეთ, რა შედეგიც გვინდოდა. ამიტომ რაღაცები და მოხდეს, იმიტომ რომ ფიზიკურად
სხვანაირი პოსტსაარჩევნო სიტუაციაში მოხვდით, ხო არ იყო უბრალო გარემო, აქ ქუჩაში ხალხი ერთად გავართ, ერთად რავი გვიჭერენ, ერთად გვცემენ, ბევრი რაღაც იცვლება, ხო და ამ ბევრ ცვლებასაც პოლიტიკურ სპექტრში რაღაცა სხვანაირი ცვლება დაჭირდება, რაღაც სხვა პროდუქტი უნდა შევთავაზოთ ჩემი აზრით. შეიძლება ეს იყოს რავი, კიდევ უფრო გამსხვილებები ან სხვადასხვა რამე, მაგრამ ამაზე არის ჩემი აზრით კაფეოთ საფიქრო. ძალიან დიდი მადლობა. უბრალოდ თუ ის პრობლემათ არ წარმოგვიდგენია და შვიდად ვართ და ძალიან მაგარი არჩევნები იყო, უბრალოდ გადაგვიწერეს და ასე გავაგრძელებთ. მე კონკრეტულ ცოტნეს არ მჯერა რომ მოვახერხებთ გამარჯვებას. რაღაცები უნდა შევცვალოთ სწრაფად და დროზე. იმიტომ რომ რავი ამ ხუმრობებში, ამ რაღაცების ენას მოჩლექვაში, რაღაცების გატარებაში, რაღაცების გაჯინიანებაში კი მოვედით იქამდე სადამდეც მოვედით და ესე გაგრძელება არ გონია მე სწორი. კი ბატონო, მე ვეთანხმები ყოველთვის გადააზრებას, თვითკრიტიკას, ჩემ შემთხვევაშიც და ჟურნალისტიკის შემთხვევაშიც მესმის რომ ხანდახან შეიძლება ისეთი ემოციური ვითარებაა რომ რაღაცა საუკეთესო დრო არ არის ამისთვის, მაგრამ ჩვენ თავთან მაინც უნდა ვიყოთ მართლები. მადლობა ცოტა კობერიძეს. მე დავემშვიდობები მას და